კი ბატონო. პირველ რიგში თქვენი ნებართვით თუ შეიძლება მთელ საქართველოს მიულოცავ დღევანდელ დღეს. ეს არის რეფერენდუმის დღე. მოდიში. მთელ საქართველოს მიულოცავ დღევანდელ დღეს. ეს არის რეფერენდუმის დღე, დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული რეფერენდუმის დღე და ჩვენ უნდა დავდოთ ყველამ ერთად პირობა, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, როგორც ხელისუფლება, ასევე ხალხი იმისათვის, რომ საქართველო რაც შეიძლება მეტად დამოუკიდებელი იქნება, რომ ჩვენი წინაპრები, ჩვენი გმირები ყოველთვის იბრძოდნენ იმისათვის, რომ ქვეყანა ყოფილიყო სუვერენული, დამოუკიდებელი. დღეს მგონია, რომ დამოუკიდებლობის ხარისხი არის უფრო მაღალი, ვიდრე ოდესმე, მაგრამ ჩვენ გვჭირდება, რომ ქვეყანა კიდევ უფრო დამოუკიდებელი იყოს ყოველგვარი ჩარევისგან, რომ საქართველოში მიიღებოდეს გადაწყვეტილებები საქართველოს შესახებ და არა სადმე სხვაგან, ამის მცდელობებიც კი უნდა გამოურიცხოთ, ამისათვის ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. თითოეული ნაბიჯი, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ ქვეყანა, მისი ხელისუფლება, მისი ხალხი იყოს მეტად დამოუკიდებელი, არის უდიდესი პრიორიტეტი. ასევე მინდა მიულოცო ყველა ქართველს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე და ეს სიმბოლური თარიღები ალბათ ასევე მიგვანიშნებენ იმაზე, რომ დამოუკიდებლობაზე განსაკუთრებით უნდა ვიზრუნოთ. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ქუთაისში ყოველთვის განსაკუთრებულია ხოლმე შეხვედრა, ქუთაისს და იმერეთს აქვს ორი სიტყვა მახსენდება, არ შეიძლება არ თქვა, შეიძლება კიდე აქ ყოფნის დროს სხვა დროსაც გქონდეს გამეორებული, პეწი და ლაზათი, ალბათ ეს სიტყვები არ გვახსენდება ხოლმე სხვა დროს, მაგრამ როცა ქუთაისში და როცა იმერეთში ხდება ხოლმე შეხვედრა, აი ეს სიტყვები განსაკუთრებულად თითოეულ სიტყვაში, იმერლების, ქუთაისელების, თითოეულ ქცევაში, თითოეულ დისკუსიაში გამოხატულ აზრში ჩანს ძალიან კარგად. მე მინდა უდიდეს პატივისცემა ჩემი მშობლიური კუთხის მიმართ დავაფიქსირო და უდიდეს პატივისცემა იმ დამოკიდებულების გამო, რაც სახელმწიფოსთან, სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებით აქვს იმერეთს, ქუთაისს და იმერლებს. მოსამართლეების ოდეში აი ესე მოვყვებით, შეიძლება. ექსკლუზივზე მინდა გკითხო, წყარო მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა საელჩომ თანამშრომლებთან ერთად წაიყვანა ეგრეთ წოდებული ბეტინგის მომხრე მოსამართლეები ევროპული ქვეყნის ერთ-ერთ დედაქალაქში. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით და ზოგადად რაზე მეტყველებს? მე მაქვს ის ინფორმაცია, რაც თქვენთან წავიკითხე. და რასაც თქვენ მეკითხებით, არ ვიცი, ალბათ უფრო მეტი დეტალი საინტერესო იქნებოდა ამასთან დაკავშირებით, რასაც ხდებიან საელჩოს წარმომადგენლები, რასაც ხდებიან თავად მოსამართლეები, რასთან დაკავშირებით არიან ეს მივლინებით არის თუ სხვა რაღაცა მიზნობრიობა და ამის შემდეგ უფრო კონკრეტულ დასკვნას გამოვიტანდით, თუმცა ნებისმიერი ჩარევა რაღაც ფორმით, ხან ვითომ პოზიტიური ფორმით და ხან ძალიან ხშირად სამწუხაროდ ნეგატიური ფორმით, ნიშნავს მაინც ჩარევას. და ჩარევა ნებისმიერ შემთხვევაში სასამართლოში მის დამოუკიდებლობაში თუ რაღაცა ჯგუფი გამოიყოფა იმ ნიშნით, რომ ისინი მაინც და მაინც ვეტინგის მომხრეები არიან და რაღაც ახალისებები ამასთან დაკავშირებით ხდება, ეს სამწუხაროა და ამასთან დაკავშირებით მეტი დეტალი და მეტი ინფორმაცია ალბათ მნიშვნელოვანი იქნება. მოსამართლეების თემას გავაგრძელებ. წარწერები გამოჩნდა ქალაქში, მოსამართლეების შეურაცხყოფელი, მადისკრედიტირებელი. ვინ შეიძლება ვის ინტერესში შეიძლება იყოს ეს და რაზე? აქტიურ ფაზაში. გავიგე. ოპოზიციური არხები და პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ აღშფოთებულმა ხალხმა გააკეთა ეს. ეს აღშფოთებულმა ხალხმა კი არ გააკეთა. ეს გააკეთა ქვეყნის და სასამართლოს წარმატებით შეშფოთებულმა ნაცმოძრაობამ, მასთან დაკავშირებულმა რომელიღაცა NGO-მ, რომელიღაცა პარტიამ. გარანტირებულად შეიძლება ამის თქმა და ამის უკან დგას დიდი ფული. აქ არის პარტიული ინტერესი, აგენტურული ინტერესი და დიდი ფული. ჩვენ ბოლო დღეებში ვიღებთ ბევრ სხვათა შორის თქვენგანაც, ჟურნალისტები, რასაც თქვენ ახმოვანებთ, ძალიან ბევრი ინფორმაციას, რომ როგორც სასამართლოს წინააღმდეგ, ასევე LGBT პროპაგანდის მხარდასაჭერად, ანუ ოჯახის ინტერესების დაცვის საპირისპიროდ შემოდის ქვეყანაში ძალიან დიდი ფული. ახლა დღეს გახდა კიდევ ცნობილი იმის შესახებ, რომ გრანტი დაუმტკიცდა ერთ-ერთ ნაცმოძრაობის არხს. შემდეგ თურმე ვიღაცები ამბობენ, რომ კი გრანტი კი დაგვიმტკიცდა, მაგრამ არანაირი ირიბი, როგორც თქვენთან იყო ინფორმაციაში, რომელიღაცა ტელევიზიის მოხსენებული, არანაირი ირიბი მხარდაჭერა LGBT პროპაგანდას, უბრალოდ უმიზნოდ დაგვიმტკიცდა ეს გრანტიო. წეგან წამაკითხეს ახალი ინფორმაცია და უმიზნოდ და უმიზეზოდ გრანტები არ მტკიცდება. ამიტომ იყო თურმე რომ შაშან თავი მოიკლეს, რომ ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი ღირსეული მომავალი თაობა მოეთყუებინათ, რომ ამერიკული კანონი თურმე რუსული, ამიტომ ეძახდნენ, ამიტომ არ უსებდნენ იმ კანონს, რომ ვერ უნდა გაგვეგო მიზნობრიობა ან გრანტების. აგერ გავრცელდა ერთი ინფორმაცია, რომ მიზნობრიობა კონკრეტული გრანტის, რომელიც შეადგენდა LGBT პროპაგანდისთვის გამოყოფილი
ირიბი პროპაგანდისტვის, ირიბი. ანუ ის თალკია პირდაპირ პროპაგანდირებას რომ უწყობს ხელს. ანუ ირიბი შეფარული პროპაგანდისტვის გამოყოფილი თანხის 5% შეეხება მარტო ერთ ტელევიზიისთვის გამოყოფილი თანხა. და მოიგეს გრანტი ამ მიზნობრიობით, ან ამის სანაცვლოდ ეს გააკეთონ. და ამბობენ რომ ამას მიზნობრიობა არ გააჩნია. რას ქვია მიზნობრიობა არ გააჩნია? რაღაცა მიზანი ხომ და კონდეს გრანტს, ან რაღაცა ჟურნალისტური სტანდარტების დახვეწა განვითარება, რაღაცა მიზანს ხომ დასახელებს. ნიკა გვარამია დეტალურად იცის თურმე, აი ხა წავიკითხე, სანამ ამ ეთერში შემოვიდოდი. დეტალურად იცის თურმე ამ გრანტის შესახებ და თან იცის რომ თურმე მიზნობრიობა არ გააჩნია. ეს რას ნიშნავს? ანუ რა მიზნობრიობას დასახელდა თურმე მართალი ყოფილა. მე მოვერიდებოდი ამ ეთერში ამის თქმას, მართლა მოვერიდებოდი, მაგრამ როდესაც ერთი მხრივ ინფორმაცია ვრცელდება რომ ირიბი მხარდაჭერისთვის გამოყოფილი თანხის დიდი თანხის 5-6%, ხოლო რომელიც ასევე დიდი თანხაა, გამოიყო მთავარ არხს და ამ დროს გვარამია აცხადებს რომ ამას მიზნობრიობა არ გააჩნია, ესე იგი რაც გავრცელდა ის არის მართალი და ვერ მოიფიქრეს რა გამართლება, მათი ენით რო ვთქვათ, გაправება, უფიქრონ ამ ყველაფერს. ეს არის ძალიან სამწუხარო. და როდესაც დიდი თანხების როგორც ჩანს, ჩვენმა ოპონენტებმა და მათმა პატრონებმა უკვე სავსებით რეალურად გადაწყვიტეს რომ მათ არაფრის თავი არ აქვთ და ახლა აქცენტი გააკეთეს ფულზე. LGBT პროპაგანდისათვის იხარჯება ძალიან დიდი ფული. სასამართლოს კამპანიის წინააღმდეგ მათი მხრიდან ეს თბილისს რო ააჭრელეს წუხელ იხარჯება ძალიან დიდი ფული. საიდან მოდის ეს დაფინანსება, რომელი აი მთავარი არხის წარმომადგენლების ბრძანდებით. შეგიძლიათ მითხრათ რა თანხა, საიდან მოვიდა ეს გრანტი, იცით? ხო არ იცით? აი გულწრფელად მე მაინტერესებს, ჩვენ მქონია შესაბამისად და არის საქმის კურსში არ ახართ, არ იცით. არც ხვალ გეწოდინებათ, არც ზეგ გეწოდინებათ, ან გეწოდინებათ და იგივე საქმიანობას გააგრძელებთ, ოღონდ ნახოთ. აი ხო ეს არ არის დამონათება ნამდვილად, გულწრფელად გეუბნებით. ანუ გეუბნებიან რომ გამოიყო LGBT პროპაგანდის ირიბი მხარდაჭერისათვის და თქვენი ყოფილი ხელმძღვანელი დღეს პოლიტიკოსი, რომელიც საქმის კურსშია დეტალურად, თურმე ეს ხო ცალკე პრობლემაა, რისთვის გამოიყო, ამბობს რომ მიზნობრიობა არ გააჩნიაო. კითხვები არ გიჩნდებათ? ანუ უკვე აქცენტი გაკეთდა ფულზე, საიდანღაც მოსულ ფულზე, რომელიც ბოდიში, რომელიც ახლა ეს არის პოლემიკაში, სულ პოლემიკაში შემოსვლა, ახლა მაგაზეც კი პასუხებს. კითხვებიც გაჩნდა და პასუხებიც არის მაგაზე, მაგრამ აქ არ არის პასუხი. განსხვავება რა არის? მაგაზე თქვენ რას თქვით? არის პასუხი, მაგრამ დიდი ფული რო შემოდის თურმე LGBT პროპაგანდის ხარდაჭერის მიმართულებით, დიდი ფული რო შემოდის სასამართლოს სხვათა შორის გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მილიონობით დოლარი, რომელიც უნდა ხმარდებოდეს საქართველოში სასამართლოს და მისი დამოუკიდებლობის განვითარებას, ხმარდება სასამართლოს დისკრედიტაციის კამპანიას. წინააღმდეგ შემთხვევაში რა თანხების და რა გრანტებით ამაზეა გამოყოფილი, გაასაჯაროონ თითოეული ცენტის დეტალები, იმიტომ რომ ამერიკელი, ევროპელი, ჩვენი მეგობარი ქვეყნების გადამხდელის მოსახლეობის, ანუ და გადამხდელის ფული იხარჯება ამ ქვეყანაში უდიდესი ნაწილი წარმოდგენა არ აქვს არავის, რასთან დაკავშირებით და ბოლო დღეებში ეს გააქტიურდა და თურმე ეს ყოფილა სწორედ იმის საფუძველი წინა დღეებში ნიშნის მოგებით რომ ამბობდნენ აბა ერთი რაღაცა სხვანაირად იმოქმედეთ და აბა ერთი გამოიძიეთ თუ რამე ისეთია რა უნდა გამოიძიოთ გამოსაძიებელი შეიძლება დანაშაულებრივი კი არ იყოს პირდაპირ დანაშაულს რო ეხება არამედ მავნებლური ჩვენი ქვეყნისათვის სადაც აუცილებელი იყო თქვენთვის შარშანო მოგეტყუებინათ ქართველი ახალგაზრდები რომ ეს იყო რუსული კანონი აი ხა უკვე გაიშიფრა დღეს ყველაფერი დღევანდელი მოქმედება რომ ჩაგიკითხოთ რაც ვკითხავთ ჩავეკითხები რა აი წარწერებთან დაკავშირებით ჩაგიკითხოთ ვის ინტერესი შეიძლება იყოს ინტერესი კი არა განხორციელებულია ნაცმოძრაობის და მისი კლასტერის მათთან დაკავშირებული NGO-ების და ამის უკან დგას დიდი ფული რომლის წარმომავლობა კაციშვილმა არის აგერ გავიგეთ წარმომავლობა მთავრობასთან დაკავშირებით მაგრამ ვერ გავიგეთ მიზნობრიობა სინამდვილეში გავიგეთ ის რომ იყო ინფორმაცია რომ ეს არის LGBT პროპაგანდის ხარდასაჭირო და ნიკა გვარამია რომელიც საქმის კურსში არ უნდა იყოს რას შეეხება ეს თანხა ამბობს რომ მიზნობრიობა ამ თანხას არ გააჩნია უკვე ყველაფერი ნათელი ამით ბრძანეთ ორი კითხვა მექნება მეც მოსამართლების ვეტინგთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ თქვენ პროფესიით იურისტი ბრძანდებით 10 წლების განმავლობაში ადვოკატი იყავით. როგორც ადვოკატს არ გავთ კითხვები? თქვენ როგორც ადვოკატს მაგალითად არ გირჩევიათ მაგალითად მოსამართლეებს კეთილსინდისიერების ეს ეგრეთ წოდებული ტესტი ჩაბარებული ქონდეთ, ან უფრო არ გააჯანსაღებს პროცესებს ვიდრე მაგალითად კითხვის ნიშნების მქონე მოსამართლეები, თუნდაც წინა ხელისუფლებიდან გადმოყოლილი ადამიანები, რომლებსაც საკმაოდ მკვეთრად აკრიტიკებთ თქვენ. გავიგე. შედარებით მეორე ხარისხოვანი ხდება აბსოლუტურად ყველაფერი, როდესაც გეუბნებიან რომ უცხოელმა უნდა შეამოწმოს შენი ქვეყნის მოსამართლე. წარმოუდგენელი ამბავია,
როდესაც გეუბნებია რომ უცხოელება უნდა შეამოწმოს შენი ქვეყნის მოსამართლე, ჟურნალისტი, პროკურორი, საჯარო მოხელე, ფერმერი, განათლებას ჩვენი შვილები უცხოეთში არა, ეს არ არის გადაწყვეტილება ადამიანმა. აბსოლუტურად არა რელევანტ. თქვენ ქართველებზე ხო არ საუბრობთ მშვენიერად? აი ხარ ამ მოხდა პირდაპირ ეთერში, ნახეთ. დიდი მადლობა თქვენი ამ პოზიციონერებისათვის. მთავარმა არხმა ერთ-ერთი კითხვაში ამ წუთას დაამთხვია შვენიერაძის გუშინ ვიხილეთ ეს ბოდი არ მოგისმენიათ, მაგრამ არ მოგისმენიათ და მაინც ამთხოვთ ესაა მთელი უბედურება. შვენიერაძის მესიჯს რომ არა უცხოელები კი არა სადიყო უცხოელები უცხოეთში განათლებულმა მიღებულმა ადამიანმაო ვინ ჩაერიო სასამართლოს დამოუკიდებლობაში, ვინ შეამოწმოს სასამართლოს სტრუქტურის გარედან, ვინ შეამოწმოს აბარძანეთ გაიმეორეთ. ის მაღალი პროფესიონალი. მაღალი ვინ არის მაღალი პროფესიონალი კაცი? თუნდაც უცხოელი ექსპერტები, ამერიკელი, ახლა გადახვდით ევროპელი არავითარ შემთხვევაში. აი, წეგან გადახვდით, ეხლა ნარატივზე რო არ გადახვიდეთ, უკან დაიხიეთ, ძალიან კარგი, მე ვაფასებ თქვენ გულწრფელობა სხვათა შორის და ხშირად მithქვამს ეს პირადად თქვენთვის. თქვენ ისე გულწრფელი ხარ ხოლმე, რომ არ აწყობთ თქვენი არხის წარმომადგენლებს ხანდახან და ეს ძალიან კარგია, მაგრამ ძალიან ცუდი არხისთვის გავიგე. ეხლა ნახეთ, უცხოელი ნებისმიერი რა განათლებაც არ უნდა კონდეს. ვერ ჩაერევა საქართველოს გადაწყვეტილებებს. შესაბამისად ეს თემა არის დახურული, მაგრამ თქვენ თუ გულისხმობთ იმას, რასაც ჩვენიერაძე გულისხმობდა, რომ მან შეამოწმოს, ფაქტიურად თქვა, რომ წოწორია მადეშმა და ასე შემდეგ. რატო უცხოელებიო, კაცო, ქართველებიც ხო არა? ეს კიდევ უფრო მეტად მიუღებელია და თან სტატისტიკას იცნობთ, ალბანეთში განხორციელდაო. რამდენიმე ათეული პუნქტით რომ უკან არის იმ ქვეყანას, რატო უნდა მიუბაძოთ, მაინტერესებს. ერთი ძალიან ცნობილი იმის პოეტის სიტყვების არ იყო, სხვისი მისაბაძი რა გვჭირს, როცა მაშინ არ გვჭირს სხვისი მისაბაძი არაფერი, მაშინ როდესაც რეიტინგები წინ უსწრებთ განსაკუთრებით ამ შემთხვევაში. ბევრი არავის არ მიბაძოთ არასდროს. თქვენი ქართული სუვერენული ხასიათი დაიტოვეთ და ესე უფრო მიგიღებენ ყველგან, ესე უფრო გემეგობრებიან და მიჯერეთ. იმიტომ რომ თუ დამოუკიდებელი არ იქენით და თუ თქვენი არ გექნათ და თქვენი იდენტობა დაკარგეთ, არავის არაფერში არ ჭირდებით. ყოველთვის ძალიან ცუდად გამოგიყენებთ ყველა. მათ შორის თქვენ რომ გონიათ ყველაზე კეთილგანწყობილებიც კი ეს არის დაუწერელი ძალიან ცუდი კანონები. დღეს ვიღაც კარგია, ხვალ ვიღაც ცუდი იქნება და ასე შემდეგ. ამიტომ ეს კი არ უნდა აიღო და რაღაც ბიბლიასავით ვიღაცას უნდა დაუჯერო, შენ უნდა იყოს დამოუკიდებელი. უზრუნველყო ის რომ შენი დამოუკიდებლობით, შენი ეროვნული თავმოყარეობით ისე დადგე თანაბარსწორად ყველასთან, რომ ზევიდან კი არ გელაპარაკონ, თალფეხზე დადგომაზე კი არ უნდა გაიძულებდნენ ვიღაცეები და მე შენები კი არ უნდა იმეორებდნენ ქვეყნის შიგნით, არამედ ეროვნული თავმოყარეობიდან გამომდინარე ის უნდა იმოქმედო, რომ თანაბარსწორად გელაპარაკონ და ამით უზრუნველყო შენი ქვეყნის გაცილებით ღირსეული მომავალი, ვიდრე იმ შემთხვევაში როგორი დამოუკიდებლობა თქვენ გაქვთ. კითხვა ბატონო მამუკა, სად არის პოლიტიკაში მესამედ მოსული ბიძინა ივანიშვილი? ჩვენ განცდა დაგვჭა რომ ის აქტიურად ჩაერთვებოდა პროცესებში, ივლიდა რეგიონებში და ასე შემდეგ. ნუ ჩვენ ამას რეგიონებში არ დადის და არც უნდა იაროს ჩემი აზრით. ჩვენ დღეს ხედავთ რომ გითხრათ. მე ვხედავ დადის თუ არა პარტიაში. ჩვენთან ერთად ძალიან ხშირ კომუნიკაციაში მყოფ ჩვენ საპატიო თავმჯდომარეს ბატონი ბიზნეს რჩევები რომ შეუფასებელია გულწრფელად ვამბობ. ამაზე მე მგონი ამაში ეჭვი არ გეპარებათ. ჩვენთვის უდიდესი კომფორტია ის რომ დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება იმისა რომ ის იყოს დისკუსიაში, პოლემიკაში ჩართული და მისი რჩევები გაითვალისწინოს პარტიამ, მისი რჩევების გათვალისწინებით მოხდეს საკითხების გადაწყვეტა, ამაზე დიდი კომფორტი დამიჯერეთ არ არსებობს, როდესაც ბატონი ბიზინა უშუალოდ თვითონ არის ჩართული ამაში და თქვენ რომ რაღაც რესურსები გონიათ, თქვენ რომ რაღაც რესურსებს გამოყოფთ ხოლმე მის მთავარ პლუსად ასე ვთქვათ, რეალურად მისი გონებრივი შესაძლებლობებია ის რესურსი, რომელიც ანგრევს ნაცმოძრაობასაც, მის კლასტერსაც და საქართველოში რაღაცა უხეშად ჩარევის მცდელობებსაც და ეროვნული ინტერესების დაცვას ემსახურება და აი ეს გონებრივი რესურსია ჩვენთვის იმდენად ფასეული და იმდენად ძვირფასი, რომ ამაზე სპეციალურად ვამახვილებ ახლა ყურადღებას, რაც თქვენთვის არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის გამო, რომელიც ბოლო რჩევა რა. ახლა მე საინტერესო არის. გუშინ მაგალითად ქონდა ჩვენ საუბარი და ეხლა თქვენ როგორ გონიათ ჩამოვდგები კამერების წინ და ბოლო აი დავიწყებ გახსენებას, ბოლო რა გვირჩიეთ დისკუსიაში ვიყავით შესული. გუშინ მაგალითად რომ ეს არის ძალიან ხილსეული რჩევა. თქვენ და მე ხა მიკროფონის გარეშე რო ვიყოთ, არ მგონია რომ ესეთი ირონია გაგებედათ, პირდაპირ გეუბნებით, მაგრამ რითაც აღფრთოვანდება საერთოდ არ მიხსენებია და შეიძლება აღფრთოვანებას გამოიწვიოს ბევრმა რჩევამ და ეს საერთოდ არ არის საირონიო. თქვენ აქეთ არა, ნუ რითაც აღფრთოვანდით რა ლაპარაკი არ არის სწორი დამოკიდებულება, ირონიული დამოკიდებულება თქვენი მხრიდან, ნაცი რო ირონიულად ჩვენი ჯგუფის წარმომადგენლის დაელაპარაკება, ამაზე დიდი გოიმობა არ არსებობს, დიდი ბოდიში რომ ამას გეუბნებით, იმიტომ რომ მე მაინც რესპონდენტი ვარ და ჟურნალისტი არ მინდა
რაღაცა ისე თავდასხმა გამომივიდეს, რასაც თქვენ ისედაც ამბობთ ხოლმე, მაგრამ ყოველდღიურ შეხებაში ყოფნა ბიძინა ივანიშვილთან არის კომფორტი და დეტალებში და სამზარეულოს შესახებ ნამდვილად ვერ მოგიყვებით. რაღაცა დისკუსიები იმართება, რაღაცა თათბირები იმართება, რაღაცა საკითხებზე ჩვენ ბევრს მსჯელობთ, განსაკუთრებით იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ეროვნულ ინტერესებთან არის დაკავშირებული, ბევრი საუბარი გქონია და მისი რჩევა და მისი თითოეული აზრი ბუნებრივია მნიშვნელოვანია და ეს რომ არ იყოს ამისთვის იბრძვით წლებია და რომ დაგვაკომპლექსოთ ეხლა ჩვენ რომ მის რჩევებთან დაკავშირებით არ ვილაპარაკოთ და დაკომპლექსება კი არა კომფორტია თქო პირდაპირ გეუბნებით. ბოდიში. დიახ. ეარულის ვა. დიახ. დიახ. არანაირი ვეტინგის თემა აღარ არსებობს, თემა არის დახურული. ახლა ეს წარწერები, ყველაფერი რას ემსახურება, იცით რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა ხელხონ. რომ სასამართლოს დისკრედიტაცია გააკეთონ, ამის უკან კიდევ გიმეორებ, დგას დიდი ფული და დადონ საიდან ფინანსდება ეს ყველაფერი. ეს არის ჩვეულებრივი ტერორისტული აქტი სასამართლოს იმიჯის წინააღმდეგ. ყველა ტერორისტულ აქტს ყავს თავისი ავტორი და ამ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობას ვერ იღებს ვერავინ. ყოველთვის ტერორისტულ აქტებზე ვიღაცები იღებენ პასუხისმგებლობას, ამათ ისე ეშინიათ რომ პასუხისმგებლობასაც ვერ იღებენ. ანუ მათ უნდა დააჯერონ ეხა ქართველი ხალხი რომ წუხელ ვიღაცები გაბრაზდნენ, აღშფოთდნენ სასამართლოს დაკავშირებით, გამოვიდნენ და ესე კოორდინირებულად წარწერები გააკეთეს თბილისის ქუჩებში. ხო ზღაპარია, ხო წარმოუდგენელი ამბავია. კოორდინირებულად გააკეთა დიდი ფულით დიდი ფულით დაფინანსებულმა აგენტურული ქსელის რომელიღაცა წარმომადგენელმა ან წარმომადგენელთა ჯგუფმა. ეგ არის ამბავი და ახლა კეთილი ინებონ და პასუხისმგებლობა აიღონ. აგერ არის სამი არხი, ფორმულაც აქ არის, TV პირველიც აქ არის, მთავარიც აქ არის და ვინ მოგაწოდათ პირველი ინფორმაცია რომ დილის 7 საათზე გასულიყავით. აი თქვენვე შეგიძლიათ ესე გამოიწვიოთ. ხო არიცით ვინ მოგაწოდათ პირველი ინფორმაცია რომ დილის 7 საათიდან კადრები აგეღოთ თბილისის ქუჩებში. აი ამ ლოკაციაზეა, იმ ლოკაციაზეა და ვინ გითხრათ და თქვენ აი ამ ტერორისტების შესახებ ზუსტი ინფორმაცია გექნებათ. ხო არიცით ვინ მოგაწოდათ ინფორმაცია? ან თქვენ ხო არიცით? რეგიონალურმა არის თბილისში ხო სიტყვასიტყვით დაცხაპასუხებით პასუხობენ. მე უკვე ვისაუბრე ამაზე, კიდევ ერთხელ ძალიან მოკლედ გეტყვით. ესე იგი რადიკალურმა ოპოზიციამ, ნაცმოძრაობამ და მისმა კლასერმა თავისი თანამზრახველი NGO-ებთან ერთად გადაწყვიტეს და მიხვდნენ რომ ისინი ამ ქვეყანაში ვერაფერს ვერ შეცვლიან საერთოდ არც არჩევნებში არაფრის გამკეთებლები არ არიან ბარიერს ვერ ლახავს ვერც ერთი სამწუხაროდ ერთ-ერთი ნაცმოძრაობა რომელიც ბარიერს ლახავს და ეხა მიხვდნენ რომ ეს ასეა რეიტინგები ჩვენივრად ნახეს და გადაწყვიტეს რომ ამ საქმეში ჩაერიოს უდიდესი ფული როცა ვრცელდება ინფორმაცია რომ 5-6% მხოლოდ ირიბი მხარდაჭერისთვის ან მის სანაცვლოდ არის დიდი ფული ძალიან 100% რამდენია და ესე იგი LGBT პროპაგანდის მხოლოდ ირიბი მხარდაჭერისთვის რამდენი შემოდის უკვე გასაგებია კეთილი ინებონ საიდან შემოვიდა რა ფული შემოვიდა რა გრანტი დაუმტკიცათ რა მიზნობრიობით როდესაც პოლიტიკოსი საქმის კურსია ტელევიზიას რომ გრანტი დაუმტკიცა და ეხა პირველი გამოვარდა და ამტკიცებს რომ იცით რა დაადასტურა მან რომ გრანტი არის და მიზნობრიობა არ არსებობს ეს არის სასოწარკვეთილი ტყუილი და კეთილი ინებოს და გამჭვირვალე გახადოს ხო იძახდნენ შარშან რუსული კანონიაო რომელ კანონსაც ვიღებდით ამერიკულზე ხო თქვენს რუსულიო ეხა კეთილი ინებონ და თქვან რა თანხებია რა მიზნობრიობით იმიტომ რომ მიზნობრიობის გარეშე თანხები არ არსებობს ესეთი გრანტები ბუნებაში არ არსებობს ესე უბრალოდ მე შენ მოგცემ ეხა მილიონებს და რას შეძგინა დახარჯე ესეთი რაღაცა არ არსებობს თავის მონიტორინგი მოსდევს იმას უკან მადლობა